ხუთი დღეა უკვე ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას აცხადებენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. მოშიმშილეები თავს მხნედ გრძნობენ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ხუთი დღეა ამ ადამიანებს საკვები ჯერ კიდევ არ მიუღიათ, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ტერიტორიაზე არსად არ დგას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. არადა უკვე მესამე დღეა, რაც ამ ადამიანებს მიმართული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ ერთი სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიყო მათი ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრო მათ ამ მოთხოვნას არ იმჩნევს. თავად ის მიზანი და მოთხოვნები, რის გამოც ამ ადამიანებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, მდგომარეობს შემდგომში არის უცვლელი. ისინი მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ისევე როგორც უკვე 328 დღეა ის ადამიანები, ვინც რუსთაველის გამზირზე დგანან და მოშიმშილეები აცხადებენ იმას, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმამდე ისინი მიიყვანა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ აიძულა ეს ადამიანები, რომ ამ ფორმით გამოეხატათ მათი პროტესტი და ისინი ამბობენ, რომ არაპირებენ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ჩვენი პროტესტის ფორმა დრო მოიტანა, ეს მე არ ამირჩევია, საერთშია ივანიშვილმა იმან ჩამაყენა ამ მდგომარეობაში, აბსოლუტურად მისი გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება არასდროს არ ყოფილა შიმშილებამდე. დღეს ივანიშვილმა პირდაპირ გითხრა, რომ ის ქმნის რუსული სტანდარტის დიქტატურას ქვეყანაში და რუსული სტანდარტის დიქტატურაში შიმშილობაც კი უბრალოდ ღირსების აქტია და არა პოლიტიკურ შედეგზე ორიენტირებული. ამიტომ შედეგებზე მე სიმართლეებით ნაკლებად ვფიქრობ, ვიცი რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. ამ ხელისუფლებისთვის კანონი და სამართალი ხო ძალიან შორსაა და არაფერს წარმოადგენს. მაგათ აქ თავიანთი დიქტატორული კანონები, როგორ დაიჭირონ ადამიანები, როგორ გაანადგურონ ადამიანები, როგორ დაბეზღონ ადამიანებს და აბეზღოს. სამშობლო სიყვარული სასჯელად გახადეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ გზას ევდგებართ და ჩვენი ქვეყნისთვის აი მაქსიმუმი რაც შეგვიძლია იმას გავიღებთ და მოუწოდებ სხვებსაც რომ შემოგვიერთდნენ. ნედ ვარ ძალიან არაფერი არ მაწუხებს, არც შიმშილის გრძნობა მაქვს არაფერი. ფსიქოლოგიურად მომზადებული მაქვს თავი და ძალიან კარგად გრძნობ თავს. სულ 5 ადამიანი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, აქედან 4 მათგანი იმყოფება სწორედ პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებში, ხოლო ერთი მოქალაქე არის იზოლატორში ბაკურიანში, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირიდან გზის გადაკვეთის ბრალდებით მოიტაცეს, გაიტაცეს და ის ამ დრომდე სწორედ იზოლატორში აგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.